ერთი მსოფლიო ლიდერის გატაცება რომ შეგეძლოთ ვინ იქნებოდა ეს? პუტინს ჩავსვამდი ციხეში. პასუხს ვაგებინებდი სამხედრო დანაშაულებისთვის. პასუხს ვაგებინებდი იმისთვის, რაც ბუჩაში ვნახე ერთ-ერთი პირველი ვიზიტისას. უკრაინელი ბავშვების გატაცებისთვის, ვისაც ირპენში შევხვდი. მართლა მეგონა რომ თავს აარიდებდით ამ კითხვას. თქვენ ლეგენდა ხართ. ასე პასუხობენ კაცები, ვისაც აქვს ადამიანური სოლიდარობის, შავისა და თეთრის, ბოროტისა და კეთილის გარჩევის, არა მხოლოდ თანამდებობრივი ვალდებულება, არამედ პოლიტიკური ტრადიციაც. ბრიტანეთს რუსული ოკუპაციის საფრთხე ახლა როდი შეიძლება დაემუქროს? თეორიულად იქამდე ჯერ კიდევ დიდი ტერიტორიაა და ბევრი ქვეყანა, რომელთაც რუსმა უნდა გადააბოტოს. მაგრამ უკრაინის ომში მსხვერპლისა და აგრესორის გარჩევა იმდენად მარტივია, მართლა პროჭორილელი უნდა იყო, რომ თვალი დაიბრმაო და ყური დაიყრუო. ზოგადად მშვიდობის აუცილებლობაზე ისაუბრო და ერთხელაც ვერ ამოღერღო ვინაა აგრესორი და დამნაშავე. მხოლოდ ბოლო ამბავს გეტყვით, რაც თავდაცვის მინისტრ ჰილისგან კიევში გავიგეთ. ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა ტენდერი ბრიტანეთში სპეციალურად უკრაინისთვის. ხაზგასმულია უკრაინისთვის. საშუალო მანძილის ამ დაახლოებით 500 კილომეტრის რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შესაქმნელად და საწარმოებლად, რომელსაც 200 კილოგრამამდე ექნება საბრძოლო მუხტი. ტენდერი ახლა გამოცხადდა და სამმა კომპანიამ უკვე მიიღო 9 მილიონი საპროექტო სამუშაოებისთვის. თითო რაკეტა იღირება 800,000 გირვანქამდე, დაახლოებით $1,000,000, რაც ძალიან კარგი ფასია. ახლა დადასტურდა, რომ ბრიტანეთი მზადაა საკუთარი შენაერთების გაგზავნოს უკრაინაში, თუ კი დაიდება სამშვიდობო შეთანხმება. ამან რა თქმა უნდა გააცოფა საერთოდ რუსი. ბუნებრივია. საერთო ჯამში კი დეტალებს რომ თავი ავარიდოთ, განვლილ 4 წელიწადში გაერთიანებულ სამეფოს უკრაინისთვის გაღებული აქვს 22 მილიარდი გირვანქის დახმარება. აქედან 13 მილიარდი გირვანქაზე ცოტა მეტი, ანუ 17 მილიარდი დოლარი მხოლოდ სამხედრო დახმარებაა. ცეცხლი ოლიგარქიას. ბრიტანული რაკეტების ცეცხლი.